პირველი წესი ბავშვთა აღზრდის 17 წესია. პირველი წესი ჟღერს ესე პატარა განმარტებებსაც გავაკეთებ. თუ ბავშვს განუწყვეტლივ გავაკრიტიკებთ, ის ისწავლის სხვის განკითხვას. ეს ყველაფერი საფუძველი ხო ბავშვობაში იდება და ყველაზე მნიშვნელოვანი არის მუცლად ყოფნის პერიოდიდან 7 წლამდე. ფსიქოლოგები ამბობენ ესე და მართლა ესეა, რომ 7 წლამდე ბავშვი არის მთლიანად ქვეცნობიერი. მას ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული აი ცნობიერი ფილტრი. მას არ აქვს ჯერ უნარი რომ გაფილტროს ინფორმაცია, რასაც ეუბნები პირდაპირ იღებს და იწერება მის ქვეცნობიერში როგორც პროგრამა. აი ეს ბავშვი ახლა 4 წლის არის, თქვენ რასაც ეუბნებით, აი როგორც პროგრამა, თუ ეტყვი რომ ცუდი ბიჭი ხარ, всё, ის ჩაიწერა როგორც პროგრამა და მთელი ცხოვრება მე აი ამ ქვეცნობიერი პროგრამით იცხოვრებს, თუ თვითონ არ გააცნობიერა და არ შეცვალა. გაცნობიერება შველის, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს მე გაცნობიერებული ცხოვრები და ეს ჯერ კიდევ ფროიდმა იკვლიან და მე ბევრჯერ დამტკიცდა, რომ ჩვენი ქმედებების 90% განაპირობებს ჩვენი ქვეცნობიერი პროგრამები. აი რაც ბავშვობაში ჩაიწერა ჩვენში და განსაკუთრებით 7 წლამდე, აი განსაკუთრებით არის მნიშვნელოვანი ეს პერიოდი და უმრავლესობა ადამიანების ისე კვდება, რომ ვერ ცვლის იმ პროგრამებს, რაც ბავშვობაში ის არაჯანსაღი. ახალი ლაპარაკი არაჯანსაღზე, თორე თუ კაი ჩაიწერა, მაგას რა ჯობია. არაჯანსაღ პროგრამებზე, ბავშვობის ტრამვებს, რასაც ვეძახით ჩვენ. ხო და აი ეს ნახეთ, თუ ბავშვობაში სულ ვაკრიტიკებთ ბავშვს, პირდაპირ ამ ბავშვს ეხება, ეხლა ამას ყველა აკრიტიკებს. ის რო გაიზრდება, ეს აქვს ნასწავლი და ის აუცილებლად ყველას განიკითხავს და არავის არ მოუნდება მასთან ყოფნა, იმიტომ რომ აი ვის მოუნდება ხა ისეთ ადამიანთან ცხოვრება, ვინც სულ შენიშვნებს გაძლევს, სულ, იმიტომ რომ ეს აქვს ნასწავლი. ეს პროგრამა აქვს, ხო? ამიტომ კრიტიკის ნაცვლად, ნახეთ ჩვენ როგორ ვეუბნებით ბავშვს. მის პიროვნებას არ ვაყენებთ შეურაცხყოფას, ვეუბნებით რომ შენ კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ ან კარგი გოგო ხარ, მაგრამ ეს აქციელი არ არის კარგი და მე დარწმუნებული ვარ, სულ უნდა მისცე იმედიანი მზერა მომავალში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ შენ ეს უკეთესად გამოგივა. აი დღეს ვერ გააკეთე, ვერ ამოხსენი ამოცანა ან რაღაცა არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ზუსტად ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებ მომავალში უკეთესად. ანუ სულ აძლევ იმედიანი მზერა მომავალში. ეს ჩართოს გავაკეთებ, ესე იგი, აი საინტერესო რაღაცაზე გააკეთა აქცენტი და მე კიდე მინდა რომ ცოტა მეტი თქვა ამასთან დაკავშირებით. ადამიანები 4 სახის ნერვიული სისტემის მატარებლები არიან. ანუ 4 ტიპის ადამიანი არის: სანგვინიკი, ქოლერიკი, ფლეგმატიკი და მელანქოლიკი. ტემპერამენტი ქვია ამას ფსიქოლოგიაში, ტემპერამენტი. და ესე იგი, ცნობილია ეს, აი თუ არის სანგვინიკი, ის როგორია, მთელი თავის ბევრი მახასიათებლებით ეს არის ცნობილი. აი რომ გადაუშვი ადამიანს და უკითხავ იმას თავის შესახებ, უი, ჩემზე წერია, ყველაფერი მასზე არის იქა. ეს იბადები ამ ნერვული სისტემით, რაც მოგეცა. დაი მემკვიდრე მშობლისაგან და ფაქტიურად აი რომ წეღან იყო ხსენებული ის რომ პროგრამა ადამიანი, რეალურად პროგრამა ადამიანი რა. და ამ ტრამვებს ზუსტად ესეც ემატება, შენ დაიბადე ამ ტემპერამენტით. აი თუ მელანქოლიკი ხარ, უფრო მოწყენილი ხარ, უფრო პესიმისტი ხარ, თქვათი ქოლერიკი უფრო ფიცხი ხარ, აგრესიული ხარ, უფრო ისეთი ხარ რისკიანი. ფლეგმატიკი ნელია, შენელებული. ესეც მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, იმიტომ ამით უკვე დაიბადა ამ მოცემულობა. ეს ფსიქოლოგიის ცოდნა, რა თქმა უნდა, პედაგოგებს ჭირდებათ რა. ნამდვილად ჭირდება. ეხლა რანაირად უნდა იმუშაო ბავშვთან თუ არ იცნობ ბავშვს და ადამიანს, ხო? ესე კონცეპტუალურად თუ არ იცი ხა, ისე ყველა ვიცნობთ ყველას, მაგრამ რაღაც იღრმისეულად, ხო? და მაგალითად ქოლერიული ტემპერამენტის ადამიანს მიაჩნია, რომ შენ როცა შენიშვნას აძლევ რაღაც თემასთან დაკავშირებით, ის თლიანად არის წაშლილი შენს მიერ. ხო, ეგრე აღიქვამს, ესე აღიქვამს. ის და აუცილებლად აქვს აგრესია იმას შენიშვნაზე. თქვათ, სანგვინიკს რო ეუბნები, ის წყნარად იღებს ამას და პირიქით მიაჩნია, რომ შენიშვნა საფუძველია იმის, რომ რაღაცა გამოასწოროს, შეცვალოს და გახდეს კიდევ უფრო უკეთესი და მადლობას გადაგიხდის ამისაც, რომ ამის შესაძლებლობა მიეცი, მადლობას გადაგიხდის ვიღაცა, ხო არ ვიცოდი და რა კარგია რომ ეს მითხარი, მაგრამ ესეც ყველაფერი დაკავშირებულია ამ ნერვიული ტიპების ცოდნაზე, რომ ვისთან გაქვს საქმე, ხო? და ყველა შემთხვევაში ბავშვთან დიფერენციაცია მიდგომაში, რომ შენ კარგი ხარ, მაგრამ აი ეს რაღაცა კარგად არ გამოგივიდა, როცა შენ ამას განასხვავებ, რომ არ წაიშალოს თვითონ, ხო? საქციელს და პიროვნებას. პიროვნებას ყოველთვის კარგად აფასებ. განა შენ არ ვარი ხარ და ცუდი ხარ, ცუდი ბიჭი ხარ ან ცუდი გოგო ხარ, არა. ესე ჯობდა რომ უკეთესად გაგეკეთებინა, ეს ასე ჯობია.
და დარწმუნებული ვარ რომ მომავალში გამოგივა. ანუ სულ იმედსაძა ანუ და ტრამვას- სიტყვა არის პირდაპირ შთაგონება. შენ რო ეუბნები ცუდი ხარ, ბავშვი ემსგავსება და უნდა რომ იყოს ცუდი, იმიტომ რომ ტენდენცია აქვს ბავშვს რომ თავის სახელს დაემსგავსოს. ეუბნები უზდელი ხარ, გახდება უზდელი. აი ეუბნები ზარმაცი ხარ, გახდება რომც არ იყოს შეასრულებს ზარმაცი. იმას, რასაც ეუბნები შენ. და მიდის რეტრაუმატიზაცია. ამ შენ შეგიძლია პირიქით შეიყვანო პრობლემებში რა, ისე დაილაპარაკო, რომ всё, აღარ ვარ. ანუ სიტყვა აპროგრამებს ყველა ადამიანს და მით უმეტეს ბავშვს, ხო? და თან 7 ცალკე წლამდე. რეაბილიტაცია ჭირდება მე შენი კომუნიკაციის შედეგად. ხვდებით? იმიტომ რომ ნუ უბრალოდ არიცი. რა ზიანს შეიძლება უნებლიეთ აყენებ, რა თქმა უნდა, მაგრამ საჭიროა ეს რომ იცოდე მე მგონი ხალხო რა სიტყვით. თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტში ქართულადაც არის მასალები. რუსულად და ინგლისურად ხო არის. ჩაწეროთ ტემპერამენტის 4 ტიპი და უბრალოდ რომ წაიკითხოთ დახასიათებათ. თქვენსაც თქვენ თავსაც ამოიცნობ და თქვენ თავზე ძალიან ბევრ რამეს გაიგებთ და გააცნობიერებთ და ბავშვებსაც თუ სხვანაირად მიხვდებით ვის როგორ მოექცა. აი ძალიან კარგი ინფორმაცია, თუნდაც მარტო ტემპერამენტს შერჩევითი მიდგომა უნდა გამოიმუშაო ინდივიდუალურად. ბავშვთან არ გამოვა ესე კოლექტიური პრინციპებით, ხვდებით? ვერ მართავ ეგრე სიტუაციას, თუ არ გაითვალისწინეთ თითოეულის თავისებურება და სუბიექტურობა.